საქართველოსთან მიმართებით სანქციებზე შეთანხმება ისევ ვერ შედგა. ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების ხდომის შემდეგ კაია კალას მოუხდა ეღიარებინა, რომ მომზადებული რამდენიმე ვარიანტიდან მხარდაჭერა ვერც ერთმა ვერ მიიღო. საქართველოს დასჯის მსურველთა გეგმა დაუზუსტებელი ვადით გადაიდო. ანუკი ჩხიკვაძე გვეტყვის უფრო მეც პირდაპირ ეთერში. ევროკავშირი, რომლის ფუნდამენტური ღირებულებები სიტყვის თავისუფლებაზე გადის, დღეს ეს მთავარი პრინციპი გაერთიანებამ ტელეკომპანია იმედთან დაარღვია. იმ დროს, როცა ანიტა ჰიპერი მედიასთან კაია კალასთან დასასმელ კითხვებს ათანხმებდა, რაზეც ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს ბრიფინგის განმავლობაში უნდა ესაუბრა, ჩვენი არხის შეკითხვა მიუღებელი აღმოჩნდა. მათთვის შედეგად ეს კითხვა კაია კალასთან არ დასმულა, არადა შეკითხვა მარტივი იყო, რატომ არ გმობს ევროკავშირი პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და სამართალდამცველებზე ძალადობას, რისი დასმის შესაძლებლობაც ჩვენს ჟურნალისტს არ მიეცა. ევროკომისიას საქართველოსთან დაკავშირებით შევთავაზეთ სანქციების რამდენიმე ზომა. ამ დროისთვის ვერ შევძელით მათი მიღება, რადგან ყველა წევრისგან მხარდაჭერა არ აქვს. მაშინ როცა ევროპული ბიუროკრატია საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს ვიზა ლიბერალიზაციას ებრძვის, აღმოჩნდა, რომ ამ მავნებლური იდეას მხარდამჭერები არც თავად ევროპულ გაერთიანებაში ჰყავს. კაია კალასი თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს დაზიანებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. შანტაჟის იარაღად ქცეული ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე ყველა ქვეყანა თანხმობას არ აცხადებს. პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან მე-16 დღესაც კი ამ ძალადობაზე ის ხალხი დუმს, რომლებიც პარალელურად ბრიუსელიდან კანონის აღსრულებაზე შეშფოთებას გამოთქვამს. ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მთავარი წამხალისებლები და დამფინანსებლები ახლა იმ კანონ დამრღვევების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც სამართალდამცველებზე, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ქართულ სამართალზე პირდაპირ შეტევას ახორციელებდნენ. ჩვენ განვიხილავთ მოვლენების შემაშფოთებელ განვითარებას საქართველოში. ოპონენტები დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტების სამოქალაქო საზოგადოება ჩუმად არიან. შეშფოთებული ევროპელების რიგებშია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ქართული კანონმდებლობა თავადაც დაარღვია და მოკავშირე რადიკალებთან ერთად გზა უმიზეზოდ გადაკეტა. რაც საქართველოში ვნახე, ძალიან შემაშფოთებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. ევროპელი მაღალჩინოსნებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც სიმართლის აღიარება უწევთ. აბსურდული თეორიების მიღმა, ფაქტების არარსებობა ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ევროპამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. თუ არჩევნები სწორია, მაშინ უნდა პატივი ვცეთ შედეგებს. თუ არა, მაშინ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები არ იყოს სამართლიანი. პირველი კანონმდებლისთვის ქართველი ხალხის სახელით ბრიუსელის ტრიბუნიდან მორალის კითხვა ირონიულია. თან ეს მაშინ, როცა ამ შეშფოთებულ ევროპელებს ძალადობის არც ერთი ფაქტი ამ დრომდე არ დაუგმიათ. ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი იყოს იმ 1,107,000 ამორჩეულს დავაყენებდით ქალბატონ კოსს სახთან და მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არიან მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ძალიან ძიმე ყოფილა საერთო ჯამში ეს ვითარება მაშინ. ეს ერთი. მეორე, დღემდე ქალბატონ კოსს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. მანამ სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, მანამ სანამ ისინი არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, მანამ სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებას და თავზე ხელის გადასმას, მანამდე რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისეულობა და სხვა რაფერი. ყიმილის მომგვრელია, მაშინ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მის საზღვრებთან ყველა მიმართულებით ომები და უბედურება, ეკონომიკური სტაგნაცია, ამის ფონზე, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მოიცალოს საქართველოსთვის მაშინ, როდესაც საქართველო არსებითად არანაირ უსაფრთხოების თუ ეკონომიკურ თუ სხვა გამოწვევას არ წარმოადგენს ბრიუსელისთვის. ნახეთ უკვე გასული თვეების განმავლობაში, როგორც ცდილობენ ევროკავშირის ინსტიტუტების და პლატფორმების გამოყენებას პოლიტიკური იარაღად რაღაც გვარი შანტაჟისთვის საქართველოზე. შანტაჟი სანქციებითა და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით ევრობიუროკრატების მხრიდან გრძელდება. ოფიციალური თბილისის პოზიცია მკაფიოა. დროა ევროპამ საქართველო არა მორჩილ, არამედ დამოუკიდებელ და სუვერენულ